ესტაფეტა. სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია სპორტული ток-შოუ ესტაფეტა, მიკროფონთან ელენე ბილიხოძე. წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარს, გაზეთ მსოფლიო სპორტის ჟურნალისტი ზურაბ ქსოვრელი. ჩვენ დღეს ქართულ რაგბიში მიმდინარე მოვლენების შესახებ ვისაუბრებთ. 240-91-92 240-92 კითხვას და მოსაზრებას რადიო 1.G-ზე ველით. მთავარი სპორტული მოვლენების მიმოხილვა, კომენტარი, ანალიზი, მიღწევები და განცდილი მარცხი, მედალი და ხალხის აღიარება. ყველაზე ამაღელვებელი და აზარტული სპორტის სამყარო ელენე ბილიხოძის გადაცემებში. სამუშაო დღეებში 8 საათსა და 5 წუთზე, 9 საათსა და 5 წუთზე, 19 საათსა და 10 წუთზე, 22 საათსა და 20 წუთზე, შაბათ-კვირას 22 საათზე, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში. ზურა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დავიდრე, უშუალოდ წლევანდელი მნიშვნელოვანი შეხვედრების შესახებ ვისაუბრებთ. მოდით კიდევ ერთხელ გასული წელი შეაფასეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო. მოდით თავდაპირველად მაინც ეროვნულ ნაკრებს ებრძანეთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. მიულოცავ ახალ წელს, შობას, ყველა დღესასწაულს ერთად. გასული წელი ქართული რაგბისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს მნიშვნელოვანი მოვლენები ფაქტობრივად გაზაფხულიდანვე დაიწყო, როგორც კი სეზონი გაიხსნა, იმიტომ რომ 1-1000-ზე საქართველოს ნაკრებმა ისევ დაამტკიცა, რომ ერთი თავით მაღლა დგას ყველა დანარჩენ მოწინააღმდეგეზე. უპრობლემოდ გაიმარჯვა ამ ტურნირში, მოიპოვა მსოფლიო თასის საგზური პირველი ადგილიდან, მოხვდა სასურველი ჯგუფში, ანუ იმ მეტოქეებთან, ვისთანაც სურდა რომ ეთამაშა და პირველ რიგში ეს არის ახალი ზელანდიის ნაკრები, რომელთანაც თამაში ყველას სურვილი არის. და კიდე ერთხელ ერთი ტიტული შემატა, კიდე ერთი 1-1000 შემატა ჩვენი გუნდის ბორჯღალოსნების კოლექციას. ამის შემდეგ იყო ტრადიციული ივნისის ტესტები, უпроსორეთ თბილისის თასი. საინტერესო თამაშები ვნახეთ, საინტერესო გუნდები იყვნენ ჩამოსულები. კიდე ერთხელ ჩემი აზრით დამტკიცდა ის, რომ საქართველოს მეორე გუნდი არაფრთარ ჩამოუვარდება იტალიის მეორე გუნდს. იტალიის ანაკრები, უпроსორეთ მზარდი იტალია, რომელიც ჩამოსული იყო ჩვენთან, საკმაოდ ისე დამაჯერებლად დაამარცხა გუნდმა, რომელსაც არ ეთქმოდა პირველი ნაკრები ჩვენ შემთხვევაში და ბოლოს, რა თქმა უნდა, იყო ყველაზე ისეთი ასე ვთქვათ, გემრიელი ლუკმა ნოემბრის ტესტები, რომელსაც ყველა განსაკუთრებით ელოდებოდა, 3 უმნიშვნელოვანესი და უძლიერესი თამაში. პირველი ტონგასთან გვაინტერესებდა, ჯერ გვენახა ეს მეტოქე, რაც წარმოადგენდა, რომელსაც უნდა ვეთამაშოთ წელს უკვე მსოფლიო თასზე. ნახეთ, ძალიან ძლიერი მეტოქე არის, იმაზე საუბარი დარწმუნებით ფაქტია უკვე, რომ არ შეიძლება რომ ტონგასთან ჩვენ იქ რაღაც გეგმავთ მოგებას, ვიბრძოლებთ მოსაგებად, ეგეც ფაქტია, მაგრამ დაგენგვით გამოჩნდა ისიც, რომ ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი გუნდი არის, თუმცა ალბათ არის რაღაც მომენტები და თლად ისე პესიმისტურადაც არ ვიქნებით, ტონგასთან გვექნება იმედი იმისი, რომ გავიმარჯვეთ. მერე იყო მნიშვნელოვანი თამაში ირლანდიასთან, როდესაც შენ გაქვს პრეტენზია ბობულებთან თამაშის და ამ დროს გიწევს შეხვედრა რეალურად მსოფლიოს რეიტინგის მეოთხე ადგილოსან გუნდთან 6 ერის გამარჯვებულთან შენ 1-1000-ის გამარჯვებულს ძალიან სასიამოვნო არის, თან მით უმეტეს ავივა სტადიუმზე, სადაც ძალიან დიდი სიამოვნებაა თამაში და რაც ძალიან კიდევ მნიშვნელოვანია ქართული რაგბის დაფასება მსოფლიოს მხრიდან იმით ის გამოჩნდა, რომ როდესაც ირლანდიის ნაკრები მეორე დონის ქვეყნებს აქამდე რაც უთამაშია ირლანდიის ნაკრებს მეორე დონის ქვეყნებთან, ასეთი დასწრება, ანუ რეკორდი მოიხსნა საქართველოსთან მეორე დონის ქვეყნების პასპინძლობასთან მიმართებაში. რამ განაპირობა აი დღეს როგორ თვლით იგივე ეს რეკორდული დასწრებაც? ინტერესმა თუ როგორი იყო საქართველოს ნაკრები? მე ვფიქრობ, რომ ეს განაპირობა რამდენიმე მომენტმა, ერთი ის, რომ ფაქტია საქართველოს ნაკრები დღითი დღე იზრდება და ანგარიშ გასაწევი ძალა ხდება ნებისმიერი მეტოქისთვის, იგივე ის, რომ ერთი წლით ადრე ჩვენ უკვე სამოა ყავდა დამარცხებული ის სამოა, რომელსაც მანამდე იტალია და შოტლანდია ძალიან მარტივად ყავდა აფრიკაში დამარცხებული და ამას ემატებოდა. ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ირლანდიელებს ჯერაც ვერ მოუნელებიათ და კარგად ახსოვთ ის 2007 წლის მსოფლიო თასი, სადაც
ალბათ პირდაპირ მნიშვნელობით გადაგვირჩნენ იმას, რომ არ გახდნენ ჩვენი ლუკმა და თავისუფლად შეიძლებოდა რომ მაშინ მომხდარიყო ის პირველი გამარჯვება დიდი გუნდებიდან იმ 2007 წლის მსოფლიო თასზე, თან მთელი მსოფლიოს თვალწინ მსოფლიო თასზე გამარჯვებას აბსოლუტურად სხვა გემო ექნებოდა. მოიგეს ის თამაში ირლანდიელებმა, მაგრამ ფაქტია რომ რაღაც გარკვეული რიდი და ალბათ უფრო პატივისცემა ჩვენდამი ჰქონდათ იგივე იმ გულშემატკივრებსაც და მე ბევრის გამსმენია, ვინც იქ იყო და იმ თამაშს ესწრებოდა, რომ აბსოლუტურად ყველა ირლანდიელები, აი იგივე ტაქსის მძღოლები, სასტუმროში მომსახურე პერსონალი აღნიშნავდა ამ ჩვენი ნაკრების სიძლიერეს და ელოდებოდა განსაკუთრებით ჩვენ ნაკრებთან თამაშს და თუნდაც იმ ანგარიშის შემდეგაც რა ანგარიშითაც ჩვენ იქ დავმარცხდით, იმის შემდეგაც ეს პატივისცემა არ დაკარგულა და ის ობიექტური გულშემატკივარი ირლანდიელი აღნიშნავდა იმ საჯიშეს თუმებსაც, რომლის შედეგადაც დაფიქსირდა ასეთი დიდი სხვაობა. და გასული წლის შემაჯამებელი ყველაზე გემრიელი, რა თქმა უნდა, იყო ისევ და ისევ 23 ნოემბერი, ეს დღე თარიღი გიორგობა დღე, რომელიც უკვე ძალიან კარგად დაებედა ქართულ რაგბის და მეორე დიდი გამარჯვება იაპონიის ნაკრებთან, რომელთანაც ახამდე ჩვენ ორჯერ გქონდა ნათამაშები, არც ერთხელ მოგებული და ეს ნავსიც გატყდა და იაპონიის ძალიან ძლიერ გუნდს ჩვენ ფაქტობრივად ყველაფერში ვაჯობეთ და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს მოკლედ გასული წელი რაც შეეხებოდა ეროვნულ ნაკრებს. რაც შეეხება ასაკობრივ გუნდებს, იქაც საკმაოდ სერიოზული წარმატებები იყო და თუ კი რეალურად შევაფასებთ, ფაქტურად ახალგაზრდების თამაშს დღეს ორმაგი და სამაგი გულისყურით აკვირდება ყველა, იმიტომ რომ ეს ის თაობა, ვინც უნდა გააგრძელოს. დიახ, და ზუსტად იმიტომ რომ ესენი არიან ის მორაგბეები, ვისი იმედიც ჩვენ მომავალში უნდა გქონდეს, ამ მათ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. მე ვერ ვიტყოდი რომ შარშანდელი წელიწადი ახალგაზრდული ნაკრებებისათვის იმაზე უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ვთქვათ წინა წლები, იმიტომ რომ ის რაც მთავარი იყო და რაც უნდა გაკეთებულიყო, ვერ შესრულდა. ამ შემთხვევაში გულისხმობ 20 წლამდელთა მსოფლიო თასის ალაფას, რომელზეც უკვე 2011 წლიდან ჩვენ ყოველ წელს მივდივართ იმ იმედით, რომ გავალთ ფინალში და იქ გამარჯვებით მოვიპოვებთ 12 საუკეთესო შორის 20 წლამდელებში თამაშს. შარშან მოხდა ის, რომ თუ მანამდე მესამე ადგილზე გავდიოდით, თუმცა შარშანს საერთოდ ვერ მოხვდით ამ ალაფაზე. შარშან აი ძალიან პერსპექტიული გუნდით და ძალიან იმედისმომცემი გუნდით, რომელმაც არა მხოლოდ პერსპექტიული იყო, იქაც თამაშით, პირველი თამაშით ტონგასთან თამაშით დაამტკიცა ის, რომ უფრო მეტის მიღწევა შეეძლო. მოახერხა იმდენი, რა თქმა უნდა ბრჭყალებში, რომ უარესი შედეგი აჩვენა წინა წლებთან შედარებით და გავიდა მხოლოდ მეხუთე ადგილზე. და ის 19 წლამდელებმა კიდევ ერთხელ მოიგეს ევროპის ჩემპიონატი, მე ვთვლი, რომ უკვე წარმატებად ვეღარ ჩაითვლება, ეს უბრალოდ ჩვეულებრივი აუცილებელი ამბავია, რომ ჩვენ ეს 19 წლამდელებში ერთი თავით მაღლა ვდგევართ, უნდა ვიდგეთ, უნდა დავრჩეთ ამ პოზიციაზე და ყოველ წელიწადს ასეთი გადამწყვეტი უპირატესობით გამარჯვებებით მოვიპოვოთ ის პატივისცემა და ის დამსახურება, რომ შესარჩევი ეტაპის გარეშე მოგვეცეს ხოლმე შემდგომში უკვე იგივე ამ ალაფაზე თუნდაც ამ უფრო მაღალ დონეზე თამაშის უფლება. თუმცა იგივე 19 წლამდელებისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ეროვნული ჩემპიონატი, იმიტომ რომ ძირითადად ამ ახალგაზრდების სწორედ აქ ჩვენს ქვეყნის პირველობაზე ყალიბდება. დიახ და აბსოლუტურად გეთანხმებით ამაში, ეროვნულ ნაკრებში დღეს ვისაც უყურებთ ჩვენ წამყვან ფრანგულ გუნდებში, მათ ყველამ თამაში დაიწყო ჩვენთან ეროვნულ ჩემპიონატში, აქედან გამოჩნდნენ, აქ აითვისეს ის ანიბანი, რაც რაგბის სჭირდებოდა და მხოლოდ აქ გამოჩენის შემდეგ და აქ თავისი თქვა სახელის დამკვიდრების შემდეგ წაიყვანეს ისინი ფრანგულმა წამყვანმა კლუბებმა და შედეგად მე ეს ყველაფერი აისახება დადებითად ჩვენს ნაკრებზე. ეროვნულ ჩემპიონატს რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს აშკარად წაადგა სახელმწიფოს მხარდაჭერა, ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც კლუბებს გამოეყოთ. შარშან უკვე პირველი ნაბიჯები იყო და გამოჩნდა, რომ გუნდების დონე გათანაბრდა, თუმცა ამ გუნდების დონის გათანაბრება არ ნიშნავს ჩემპიონატის დონის გაზრდას. უბრალოდ აღარ არის ის რამდენიმე ისეთი თქვა დიდი კლუბი, ესე დავარქვათ, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, რომლებშიც თავმოყრილი იყო მთელი ბირთვი გამორჩენილი აქაური მორაგბეებისა. ეხლა ესენი გაიფანტნენ სხვადასხვა გუნდებში, დაძაბულობა მიმატა, დაძაბულობის მატება უკვე კარგი არის, იმიტომ რომ კონკურენცია სადაც იზრდება და როდესაც დაძაბულობა იზრდება, შესაბამისად იზრდება მოთამაშის განვითარების პერსპექტივას და ამ ხრივ საქართველოს ჩემპიონატის დონის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ულოცავ 2014 წელს ლელო
შეძლო და ზედიზედ მეორედ და ჯამში მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონატი. წლევანდელი ჩემპიონატი კიდევ უფრო საინტერესოდ დაიწყო. წელს უკვე შარშანდელისგან განსხვავებით არა 7, არამედ 9 გუნდი იბრძვის უკვე პლეი-ოფისთვის, ანუ ფაქტობრივად მხოლოდ ერთი არის განწირული და სულ მალე 2 დღეში განახდება ჩვენი ჩემპიონატი და მისი დასკვნითი ნაწილი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ალბათ ვიდრე აქამდე ჩატარებული თამაშები და ვიდრე თუნდაც იგივე შარშანდელი ჩემპიონატი. თუ არის რომელიმე ისეთი გუნდი ჩვენს პირველობაზე, რომელმაც აი თუნდაც წინსვლის და განვითარების თვალსაზრისით თქვენი როგორც ჟურნალისტის და კომაგის განცვიფრება შეძლო? ჯერ ისევ დაუბრუნდები 2014 წელს და ერთ მნიშვნელოვან მომენტს გავიხსენებ და აღვნიშნავ, ეს იყო ქართული კლუბის, უпростоრეთ კლუბების ნაკრების მონაწილეობა Challenge Cup-ის შესარჩევ ეტაპზე, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ისევ იტალიელებს უბრუნდებით, იმიტომ რომ იტალიელები ჩვენი მთავარი სამიზნე არის ჯერჯერობით ევროპაში. იტალიურ კლუბთან ფაქტობრივად ჩვენი შეცდომებით წავაგეთ და არა იმითი რომ ის გუნდი ჩვენზე ბევრად ძლიერი იყო, იმ გუნდმა გვაჯობა გამოცდილებით, დამსახურებულად მოიგო, მაგრამ კიდევ აღვნიშნავ და კიდევ ვიტყვი, ეს იყო ჩვენი შეცდომების ბრალი და იმედია მართალია უახლოეს პერიოდში, ანუ წელს უკვე არ მონაწილეობთ ჩვენ ამ შესარჩევში, მაგრამ იმედია ის პრობლემები, რომელიც არსებობს და რის გამოც ჩვენ აქ მონაწილეობას არ ვიღებთ, მოგვარდება და შემდგომში უკვე ჩვენი გუნდი ისევ დაუბრუნდება ამ ევროპულ ტურნირს, რაც მნიშვნელოვანია და საჭირო არის იგივე ჩემპიონატის და ზოგადად რაგბის განვითარებისთვის ქვეყანაში. რაც შეეხება წლევანდელ გუნდებს, კი გამოჩნდა რამდენიმე გუნდი, რომლებმაც მართლაც რაღაც წინა წლებთან შედარებით ბევრად უკეთესი თამაში აჩვენეს, იგივე ის რომ ბოლნისის ყოჩები, რომელიც წელს დაუმარცხებლად მიდის, 10 თამაში მოიგო და 1 ფრედ დაასრულა და უკვე 14 გოლიან უპირატესობას ფლობს, კარგ რაგბის თამაშობს, იყო ისეთი თამაშები, როდესაც ამ გუნდმა ვერ აჩვენა ის ლამაზი თამაში, მაგრამ თავისი ბრძოლის უნარიანობით მოახერხა ის, რომ შეძლო იმ თამაშებშიც გარდატეხის შეტანა და გამარჯვება. მის გარდა თავიდან არ დაიწყო თითქოს კარგად, მძიმედ დაიწყო შეთამაშების პრობლემა იყო ფაქტია, მაგრამ ძველ დონეს და ძველ დიდებას იბრუნებს ბათუმი, ბევრად მოუმატა რუსთავის ხარებმა, რომელიც ძირითადად რუსთაველი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ასე რომ წელს გამოჩნდნენ გუნდები, რომლებიც არმაზი, რომელიც არ დანებდა და აი ამ გადადებული თამაშების ფონზე უკვე ბოლოს დაუბრუნდა ისევ ამ საპლეი-ოფ ბრძოლას და რა თქმა უნდა ძველი ტრადიციული გუნდები ისევ ინარჩუნებენ თავიანთ დონეს. ქუთაისში როგორც ყოველთვის წელსაც ასე მოხდა, გაახალგაზრდავება შემადგენლობის, მაგრამ ეს გუნდი ისევ რჩება ანგარიშგაშა ძალად და დარწმუნებული ვარ სეზონის ბოლომდეც ეგეთად დარჩება. გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ აი თუ არის იგივე მწვრთნელთა რაოდენობის მატებაც, იმიტომ რომ თუ კი მატულობს კლუბი მორაგბე, შესაბამისად ეს ინტერესიც უნდა იყოს. მწვრთნელთა რაოდენობაზე შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ გამოჩნდა რამდენიმე მწვრთნელი, რომელიც ამ წუთას პრინციპში არმაზის შემთხვევაში სამწუხარო შემთხვევიდან გამომდინარე, როდესაც მათი მთავარი მწვრთნელი დავით ვართანიანი გარდაიცვალა. და კიდევ ერთხელ გულის ტკივილი გამოვთქვათ აი ამ ფაქტისა გამო. რა თქმა უნდა, მას შემდეგ უკვე იმ მორაგბეებმა, მოქმედმა მორაგბეებმა თავიანთ თავზე აიღეს ეს სამწვრთნელო სამუშაოების ჩატარებას, დავით კიკნაძემ, ირაკლი ბაჩხანელმა კონკრეტულად. და ფაქტია, რომ მათმა მუშაობამ შედეგი მოიტანა. ანუ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პერსპექტივაში ეს ორი ჯერაც მოქმედი მორაგბე საბოლოო ჯამში, როგორც მაღალი დონის სპეციალისტი, ისე იქნებიან ჩვენს ქვეყანაში და გამოჩნდებიან როგორც სერიოზული მწვრთნელები. სხვა მწვრთნელები უმაღლეს ლიგაში დიდად არ შეცვლილან და იგივენი არიან, რაც წინა სეზონებში იყვნენ. მოდით აი უკვე წლევანდელ სეზონზე ვთქვათ, საკმაოდ მნიშვნელოვანია 20 წლამდელთა ნაკრები იწყებს, ფაქტიურად იწყებს არა აგრძელებს მსოფლიო ახალგაზრდული ალაფისთვის მზადებას. 20 წლამდელებმა დაიწყეს, ისე უნდა ვახსენოთ, ისევ აქაც მწვრთნელის ცვლილება იყო, იგივე ვართანიანის გარდაცვალებიდან გამომდინარე. ეხლა მთავარი მწვრთნელი იქ არის ილია მაისურაძე, რომელსაც საკმაოდ ისეთი ძლიერი სტაფი ყავს შეკრებილი, ახალგაზრდა ბიჭები, სპეციალისტები, რომლებიც გამუდმებით მუშაობენ, სულ ეძებენ რაღაც სიახლეებს და მოძებნეს კიდევაც სიახლეები და ძალიან საინტერესო მზადების ეტაპი აქვს, რომელიც უკვე დაიწყო. იანვრის დასაწყისში გეცოდინებათ მთელი გუნდი ყავდათ შეკრებაზე წაყვანილი რეინჯერთა მომზადების ცენტრში სპეციალურად, სადაც ფაქტობრივად არანორმალურ პირობებში ამყოფეს ეს ბიჭები. მათ ეს იყო მათი მენტალური მომზადების ეტაპი და ამ ბიჭებმა
როგორც თვითონ მწვრთნელები აღნიშნავენ, წარმატებით ჩააბარეს ეს გამოცდა და ეს წვრთნის პროცესი კარგად გაიარეს. საინტერესოა აქ ალბათ რომ ვინც არ იცის მათთვის იქნება რა თქმა უნდა საინტერესო რომ გარდა ამ რთული კლიმატური პირობებისა და ფიზიკური დატვირთვებისა იქ იყო მომენტები, როდესაც თვითონ ამ ბიჭებმა არასოდეს არ იცოდნენ, როდის გააღვიძებდნენ, როდის დააყენებდნენ, წამოყრიდნენ პირდაპირ ვთქვათ და რა ვარჯიშების ჩატარება მოუწევდათ. უკაცრავად მობილურით გვირეკავს მსმენელი, მოდით მას მოვსმინოთ და შემდეგ განვაგრძოთ გისმენთ. გისმენთ. მოგესალმებით, მოგესალმებით თუმას, ნაცი უყარი და კარგია რომ გაიხსენეთ ამის იგივე матчи 2007 წლის, სადაც ძალიან ახლოს ვიყავით ირლანდიასთან, ასე ვთქვათ, გამარჯვებასთან და გვახსოვს ის შკინის წინვალე ლელო და ბოლო ისეთი მიზალებებიც, რომელზეც აი ასე ვთქვათ, ბეჭდის ხიდზე გაიარეს ირლანდიელებმა და როგორღაც ასაულით გაუძლეს სამწუხაროდ, მაგრამ თუმცა ამან ძალიან ისეთი კვალი დაასწრო, როგორც აღნიშნეთ, დიდი პატივისცემით და ისე გამოიწვია ამან და კიდევ ერთ ვიტყოდი, რომ რაც აუცილებელია და ყველაზე ის, რომ ეს დავამტკიცეთ უკვე, რომ ერთა თალხე და ხა ესეთ გუნდებთან მართლაც მთელი თავით მაღლობი გავართ და ეხლა ჯერი მოვიდა, მე მგონი არ მექნა, უკვე იაპონიასაც კი მოუგეთ, ალბათ იტალიასთანაც უკვე შეგვეძლება ჩვენ კარგი შერკინებები განვახორციელოთ და დრო მოვიდა ალბათ კუნძულელებთან თამამად დაეკრობის. მე ასე ვფიქრობ, ვინმე უკვე დავამარცხეთ სამოა, თუნდაც ისე შესუსტებული შემადგენლობით და ცოტა არ იყოს ტონგა გაგვიხდა, ასე ვთქვათ, აქილევსის კუსლი, ძველი დამარცხებაც უნდა აღნიშნოთ 39-0, თუმცა არ არის გადაულახავი გუნდი, მე მგონი და ალბათ დრო მოვა, თავს თუ ისე შორს არ არის ეს დრო, როდესაც ესეთი რამე შესაძლებელი იქნება ქართული ხალხის გასახარად და კიდევ არ არის არაფერი შეუძლებელი, ვინაიდან მე მგონი იგივე ირლანდიის ნაკრებმა კარგად გვახსოვს წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მონტგომერის, ობრაიანის და ოჰარას ესეთი შემართებით როგორ დაამარცხეს სლობები ავსტრალიის მრისხანე ნაკრები მესამე პრიზიორი მსოფლიოს. იგივე უელსის ნაკრების საოცარი თამაში, რომლებიც მართალია დამარცხდნენ მესამე ადგილისთვის მატჩი, გვახსოვს იგივე ოლაბებთან, ავსტრალიის ნაკრებთან, მაგრამ გვაჩვენეს რაგბი, აი ნამდვილი რაგბი და თუ ვინმეს არ ეცმოდა რაგბი, იმ თამაშს თუ ვინმე მოყურა, აი 30 ფაზიან კომბინაციას, აი ეს არის რაგბი და გაითავისებს ადამიანი და როგორც იტყვიან, აი დაამუღამებს რაც არის ნამდვილი რაგბი და ალბათ ამისთვის გვიყვარს ეს სპორტი და ბევრი უკვე აღარ არის სიმცირე რა თქმა უნდა, როგორც ვერავინ ვეღარ იტყვის, ძალიან უყვარს ხალხს და ბავშვებიც ბევრი შეყავთ რაგბზე და მე მგონი ყოველს განვითარებას კი რა თქმა უნდა ჩვენ როგორც გულშემატკივრებს კი წავიდნენ აბუ მაჩხანელი, ჩვენ ისინი ძალიან უყვარს და გვინდოდა უფრო მეტ ყოფილიყო ახოვიკვაფილი იგივე ლეონსიო მიდის ეს რეგიონული ხალხი, რომელთაც ესე ძირები შექმნეს საფუძველი აი ამ ესეთი წარმატებული გუნდის და ესეთი რო ავიდა რაგბი და ალბათ ეს ხალხი და იგივე თუმცა დღესდღეობით ორგოძე კოლეშვილი გაჭარავა და ეს თაობა იგივე თავისას იტყვიან რა თქმა უნდა თუნდაც იგივე მსოფლიო თასს და ალბათ იგივე მრისხანე ტონგასაც გაუწევთ ესეთ ღირსეულ მეტოქეობას არ დაგავიწყეთ პროგრამ სვათაშორის დაამარცხა სოფლიოს ვერცხლის პრიზიორი საფრანგეთის ნაკრები რომელსაც ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯით დააკლა და უცვლელად წარმატებას რა თქმა უნდა ქართულ რაგბს ქართული გულშემატკივრის გასახარად თელიერის გასახარად ალბათ ძალიან ცოტა რამე დაგვჭა გასახარი იგივე რაგბი ძიუდო და ალბათ ნელ-ნელა რაც ქართული კაცის გირო ფეხბურთით შეუერთდება მალე უღმესი მადლობა გისურვებთ წარმატებას. დიდი მადლობა, საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები ჩვენი მსმენელის. მადლობთ და გავიხსენებ ტონგასთან იმ დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ თბილისში ჩვენ ტონგა დავამარცხეთ, ასე რომ ის ჩვენთვის დაუმარცხებელი გუნდი არ არის, აქ მოვიგეთ 29-28 თუ არ ვცდები ტონგასთან ერთი მოგება გვაქვს უკვე ანგარიშში და იმედია
სოფლიო თასზე წელს უკვე მეორე მოგებასაც ჩავიწერთ. დიახ და ჩვენ საუბრობდით თქვათ ამ ალაფისთვის ამზადის. დიახ, 20 წლამდელებზე საუბრობდით, რომლებმაც გაიარეს ეს ძალიან საინტერესო მომზადება. ეს იყო ნოვაცია, მსგავსი სტილის მომზადება ჩვენს 20 წლამდელებს აქამდე არასდროს გაუვლიათ. ამის შემდეგ იყო ორდღიანი ერთობლივი ვარჯიში ძიუდოისტ და ახალგაზრდულ ნაკრებებთან. ერთი დღე ჩატარდა ტატამზე, ერთი დღე ჩატარდა შევარდენის მოედანზე. ესეც საინტერესო არის, როგორც წესი ჩვენი ნაკრები ხშირად მიმართავდა ხოლმე ამ ხელს, ეროვნულ ნაკრებზე მაქვს საუბარი და ატარებდა ხოლმე მოჭიდავეებთან ერთად ერთობლივ ვარჯიშებს. წელს ეს უფრო ფართო მასშტაბით ჩატარდა და უფრო საინტერესოდ ჩატარდა. აქედანვე ეტყობა, დაგეგმვიდანვე ეტყობა, გუნდის განწყობა უკვე არის აბსოლუტურად სხვა, აბსოლუტურად განსხვავებული. იმედია, რომ ეს განწყობა ბოლომდე ისეთად დარჩება, როგორიც არის, შეირჩევიან ის საუკეთესოები, რომლებიც საბოლოოდ იტყვიან თავიანთ სათქმელს ამ სოფლიო ალაფაზე და ჩვენ მოვახერხებთ და გავალთ 8 გუნდში, ისე უფრო სწორედ 12 გუნდში, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საკმაოდ რთული ჯგუფი გვაქვს, თუ პორტუგალია, სადაც მასპინძელია და პორტუგალიაში ტარდება, მაგრამ მაინც ვერ იქნება ის ჩვენთვის ასე ვთქვათ ღირსეული მეტოქე, იქ არის კიდე მეორე ურუგვაი, რომელთანაც წესი და რიგით ჩვენ უნდა მოვახერხოთ გამარჯვება 20 წლამდელებმა. ჩვენ ჯგუფში არის ფიჯი, რომელიც შარშან გამოვარდა ამ უძლიერეს 12 გუნდიდან და მათთან გვექნება ვფიქრობ ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი შეხვედრა ფინალში გასასვლელად. აი ეს ტურნირის სპეციფიკა თვითონ ისეთია, ყოველ მეოთხე დღეს თამაშიდან გამომდინარე, ეს მზადებები, რომლებიც გაიარეს, ძალიან მნიშვნელოვანია, იმის რწმენა, რომ ბიჭებს იმაზე მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე აქამდე თვითონ ეგონათ. დიახ და იგივე მესამე ნაკრები არის ფიჯის გუნდი, ვისთანაც ითამაშებენ. ფიჯი, ურუგვაი და პორტუგალია. დიახ, ფიჯი არის მესამე, მაგ აღნიშნე ზუსტად, რომ ჯგუფში პირველი თამაში გვაქვს ურუგვაისთან, მერევე თამაშებით ფიჯისთან. აი ამ პირველი ორი თამაშის შემდეგ წესით უკვე უნდა გადაწყდეს, ალბათ უფრო მეორე თამაშის შემდეგ, რამდენად შევძლებთ ჩვენ ფინალში გასვლას. თვითონ შემადგენლობა და მწვრთნელები საკმაოდ ვრცელი მასალა გაქვთ გაზეთისთვის მომზადებული. თავად მწვრთნელები რამდენად იმედიანად და ბიჭებიც რამდენად იმედიანად არიან განწყობილ? მწვრთნელები იმედიანად არიან, მათი ზუსტად აი იმედის გამომხატველი არის ის გეგმა, მომზადების გეგმა, რომელიც მათ შეიმუშავეს, ხო? აქამდე მსგავსი გეგმა შემუშავებული არასდროს არ ყოფილა. ამას ემატება ისიც, რომ იგეგმება ამხანაგური შეხვედრები უკვე უშუალოდ, როდესაც ტურნირი მოახლოვდება იმ პერიოდისთვის, უკვე დაგეგმილი არის ამხანაგური თამაშები და კიდე ის ამბავი, რომ ამ პერიოდში ფინალი საქართველოს ჩემპიონატის უკვე მაისში ტარდება ეს მსოფლიო თასის ალაფა, საქართველოს ჩემპიონატის დასრულებული იქნება და წესით იმედია გადაღლის მომენტი და ტრამვები არ იქნება და ყველა ეს ბიჭები, ახალგაზრდა ბიჭები, ნაკრების ბირთვი რომელიც არის, იქნებიან აბსოლუტურად პიკში თავისი ფორმის. აი ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ იგივე ფიჯისთან, მით უმეტეს რომ იგივე შარშან ალაფაზე ტონგა 36-10 დავამარცხეთ და ტონგა ფიჯი ალბათ უფრო ერთი დონის გუნდები არიან, თუნდაც იგივე მასაკობრივ ნაკრებებში. და უკვე ვთქვათ ეროვნულ ნაკრებზე 7 თებერვალს გაიმართება ევროპის ერთათასის გათამაშების პირველი შეხვედრა და ეს იქნება გერმანიასთან სტუმრად ჩატარებული მატჩი. დიახ, როგორც იქნა დადგა 2015 წელი, ეხლა უკვე თვეები დაგვჭა მსოფლიო თასამდე. 7 თებერვალს დაიწყება და 7 თებერვლიდან მოყოლებული ქართული რაგბის გულშემატკივარს ფაქტობრივად არ ექნება იმის დრო, რომ მოდუნდეს და ისე ნელ-ნელა სიმძაფრით უკვე საბოლოო ჯამში ავალთ იმ პიკში, როდესაც მსოფლიო თასი დაიწყება. რაც შეეხება პირველ თამაშს 7 თებერვალს გერმანიასთან, მწვრთნელმა უკვე გამოაცხადა ის გაფართოებული რაზმი, რომლის იმედიც ექნება ამ ორ თამაშზე გერმანიასთან და პორტუგალიასთან. მე მაინც უფრო ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი ახალი სახეები იქნებოდა, მხოლოდ ორი არის იმის თანამორაგბე, რომელსაც აქამდე ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია. არის ზურა ეს ბირთვი, რომ იყვნენ ახალი სახეები? ალბათ არის იმის შესაძლებლობა, იგივე თუნდაც იმ ახალგაზრდული 20 წლამდელთა ნაკრებიდან შეიძლებოდა ხალხის დაწინაურება, მაგრამ ეს არის თავიდან ბოლომდე მწვრთნელის გადასაწყვეტი, მას აქვს შედგენილი გეგმა და პროგრამა, რომლის მიხედვითაც უნდა მივიდეს საუკეთესო მდგომარეობაში გუნდი იმ კონკრეტულ 2015 წლის მსოფლიო თასისთვის. ალბათ ამ შემთხვევაში ჰეიგი ფიქრობს, რომ შობს ამ ბირთვმა მეტი დრო გაატაროს ერთად მთელი წლის განმავლობაში, უფრო მეტად ითამაშონ და მეტად იყვნენ ერთად, რათა მეტად მოხდეს გუნდის შეკვრა და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ეს ჩემი ვარაუდი არის, არ მოხდა უფრო მეტი ინტეგრაცია ახალი სახეების. ეს ამის დრო აუცილებლად მომავალშიც იქნება მსოფლიო თასის შემდეგ, ერთი წელი ფაქტობრივად არაფერს არ წყვეტს,
იგივე იმ 1-1000-ს არაფერი მნიშვნელოვანი ისეთი თამაშები არ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი არ არის ამას გულისხმობ და ალბათ უფრო ფიქრობს რომ ახალი სახეები მერე გამოჩნდებიან. მე მაინც ვფიქრობ რომ შეიძლებოდა უფრო მეტის გამოჩენა და უფრო მეტი ახალი სახეები. მობილური გვირეკავს მსმენელი გისმენთ გამარჯობა. მოგესალმებით ქალბატონი რენატო თქვენ სტუმარს. მოგესალმებით. მე მაინტერესებს ახლა ეს ვიცი ეს ეშაიებში ტურნირი რომაიებში გუნდის ტურნირი უგრეს გუნდები არიან ევროპის აგრეთვე პოლინეზიელები აი ახლა ლაპარაკობთ და მელანეზიელებიც აგრეთვე აი ფიგირო ვახსენეთ რა და აი კიდევ რომელი ნაკრები შეიძლება ახლა მიემატოს ამ იტალიაზე და იაპონიაზე ვიცით რა თუ არის კიდევ აი პოტენციურად ისე ძლიერი მოწინააღმდეგე საქართველოს ნაკრებისთვის მომავალში აი და თუ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ და კიდევ მაინტერესებს აი ახალგაზრდა რეგბისტებზე მე უყურე თამაშს და ძალიან მომეწონა სხვა შორის ჯوانია და ეხლა უსმენდი მე და არ გიხსენებია ჯوانია და რამდგომარეობაშია სათამაშოს როგორც საფრანგეთია და თუ შეიძლება გვიაბდეთ ჯوانიას შესახებ მე უყურებ როგორც მომავალ ვარსკვლავს ქართული რეგბის სამომავალ ვარსკვლავს დიდი მადლობა დიახ დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს რომელიც რაჭიდან გვეხმიანებოდა დიახ ძალიან დიდი მადლობა ჟვანია არ გხსენებია და ეს ალბათ ჩვენი დანაშაული არის იმიტომ ეს ბიჭი აუცილებლად იმსახურებს მოხსენიებას და ყველაფერ კარგს რაც შეიძლება რომ როგორც სპორტსმენზე და მორაგბეზე ითქვას შვანია თამაშობს სტად ფრანსეში სტად ფრანსე ამჟამად არის პირველ-მეორე ადგილებს იყოფს კლერმონთან ამ ფაქტობრივად ლიდერია და ჟვანია ერთ-ერთი წამყვან მორაგბედ ჩამოყალიბდა ამ სეზონიდან მიუხედავად იმისა რომ ის ბურჯი არის კლუბში ათამაშებენ კვაჭის პოზიციაზეც და მილტონ ჰეიგმაც გადაწყვიტა რომ ამ კონკრეტულ თამაშებში გერმანიასთან და პორტუგალიასთან ჟვანია კვაჭის პოზიციაზეც გამოსცადოს ჟვანია რომ კარგი მორაგბე არის ეს სტად ფრანსეშიც კარგად დაინახეს და გაუფორმეს 4 წლიანი პროფესიული კონტრაქტი და ის უკვე ამ გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა, დარწმუნებული ვარ, მინიმუმ 4 წელი არსად არ გაუშვებენ და ძალიან დიდი შანსია იმისი, რომ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულით წელსვე მოიპოვოს. ფაქტობრივად ნოემბრიდან მან იმდენად უმატა თამაშს, სხვა გზა აღარც დარჩა სტად ფრანსეს ხელმძღვანელობას, გაიტანა 3 ლელო ამ 2 თვის განმავლობაში. აქედან 2 ლელო იყო ისეთი, რომელმაც მის გუნდს პრემიალური ქულა მოუტანა და ამის დამსახურებაც არის, რომ ეს გუნდი დღესდღეობით ერთ-ერთი ლიდერი არის საფრანგეთის ჩემპიონატი. 1 ლელო ეხლა ხანს კვირა დღეს გაიტანა, თუმცა მისი გუნდი და ზოგადად ფრანგული გუნდები დიდ ყურადღებას არ აქცევენ მეორე დონის ტურნირის Challenge Cup-ს და აქედან გამომდინარე სტად ფრანსე ვერ გავიდა ჯგუფში დარჩა Challenge Cup-ს. რაც შეეხება ვთქვათ მეტოქეებს, რომელთა დამარცხებაც საკმაოდ ვისთანაც შეიძლება რომ ვითამაშოთ. აქ ცოტა ისეთი სიტუაცია და ვისი დამარცხებაც დღეს იქნება ვთქვათ, როგორც მე მივხვდი ჩვენს მსმენელს აინტერესებს აი ეს მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე ვისი დამარცხებაც მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება იმ გუნდებს ჩვენ ზუსტად რომ ეთამაშებით, იგივე ეს ფიჯი, ტონგა, სამოა, იაპონია კანადა, ამერიკა, იტალიასთან ჯერჯერობით არ გვერგო პატივი და შოტლანდიასთან მე ვფიქრობ ამ ორ გუნდთანაც შეიძლება თანასწორად თამაში, თუმცა აქ გასათვალისწინებელი არის კიდევ ერთი მომენტი. აი იგივე რო ავიღოთ ახლა გასული ნოემბრის თამაშები, ჩვენ პირველ თამაში ტონგასთან წავაგეთ, ბოლო თამაში იაპონიასთან მოვიგეთ. ანუ ამ სამკვირიან შუალედში ირლანდიასთანაც შემდეგი თამაში შუალედში წავაგეთ. რომ ყოფილიყო პირიქით პირველ თამაში გვეთამაშა იაპონიასთან და ბოლო თამაში ჩაგვეტარებინა ტონგასთან, ალბათობა იმისი რომ ჩვენ ტონგას მოუგებდით იყო ძალიან დიდი. როგორც წესი ჩვენაირ გუნდებს ყოველთვის აქვს ერთად ყოფნის და შეთამაშების პრობლემა და მიმაჩნია რომ სწორედ ეს არის იმის მიზეზი რომ ჩვენ ყოველთვის გვიჭირს პირველი თამაში ჩატარება. როდესაც ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ გერმანიის ნაკრებისთვის გამოძახებულ შემადგენლობას, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, მე კი ვთქვი რომ მე ახალგაზრდებს ველოდი, მაგრამ აქ არის ერთი ესეთი სიტუაცია, ჩვენ ყოველთვის გვიჭირს სეზონის პირველი თამაშის ჩატარება. იგივე გერმანიასთან, როდესაც მას 3 წლის წინ თუ არ ვცდებით 4 წლის წინ 1-1000-ზე ვეთამაშეთ, პირველი ტაიმი ფაქტობრივად 9 საათი ვაგებდით გერმანიასთან და პირველი ტაიმი მხოლოდ 10-5 მოვიგეთ და მერე გავტეხეთ უკვე მეტოქე და მერე ანუ ლიდერებმა რო აიღეს თავიანთ თავზე თამაში მას შემდეგ მოახერხეთ გარდატეხის შეტანა. სამწუხაროდ იმ თამაში ზირაქაშვილი დაგვემტრა და დიდი ხნით გამოგვაკლდა ზირაქაშვილიც.
მაინც ჯერჯერობით ფიქრობ, რომ ისევ აი ამ გუნდებში უნდა ვიტრიალოთ. სხვა ახალი ქვევიდან წამომსვლელი გუნდი ჯერჯერობით არავინ არ ჩანს. ვინც შეიძლება ამათ შეიძლება რომ შეუერთდეს. კარგია, როდესაც ჩვენ ირლანდიას ვეთამაშეთ, თან მით უმეტესი იქ და როდესაც ასეთი გამოხმაურებები მოყვა. მაგრამ რეალობა ის არის, რომ ჩვენ ჯერჯერობით უფრო მეტ თამაშს, წელიწადში ერთზე მეტ თამაშს აი ამ პირველი დონის ქვეყნებთან არავინ არ მოგცემს. და ამხანაგური თამაშების ტესტ მასშტაბების ჩატარება ჩვენთვის ისეთ გუნდებთან როგორებიც არიან საფრანგეთი, ინგლისი, აღარაფერს ვამბობ, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ზელანდიის დონის გუნდებთან ჯერჯერობით ჩვენთვის ფიქრობ რომ მიუღწეველი არის რა. ჯერჯერობით აი დაახლოებით რა ეტაპი იგულისხმება, თქვათ, ერთი შესარჩევი ციკლი თუ ამ ჯერჯერობითში ალბათ პირველ რიგში არის ის რომ უნდა დაველოდოთ 2015 წლის მსოფლიო თასს და იქ ნაჩვენები თამაშით შეიძლება ჩვენ მოიპოვოთ იმის უფლება რომ ვინმე პატივი დაგვდოს და გადაწყვიტოს ჩვენთან თამაში ისე როგორც 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ არგენტინამ მოინდომა ჩვენთან თამაში და 6 ერის წინ მოსამზადებელ ეტაპზე სწორედ ჩვენ მიგვიპატიჟა და გვეთამაშა თავისთან არგენტინაში და მშვენიერი ტესტი იყო, არასოდეს არ უნდა დაგვაუწყდეს ეს რომ არგენტინამ გუნდმა რომელიც თამაშობს 4 ერში უძლიერეს მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან მან გადაწყვიტა რომ ამ მნიშვნელოვანი ტურნირის წინ ჩვენთან ეთამაშა და ასე მომზადებული იყო მათთან სათამაშოდ. და ესეც ალბათ იგივე ჩვენი ქართული რაგბის უდიდესი აღიარებაც არის რომ ფაქტურად ჩვენგანაც ძალიან ბევრს სწავლობენ 6 ერის გუნდებიც გვაკვირდებიან რაღაცა მინიშნებებიც კეთდება სურვილიც არის და უკვე ვთამაშობ და გვაქვს ამბიცია რომ ესეთი ტესტ მატჩები ჩვენთან ჩატარდეს. დიახ, ჩვენ გვაქვს ამბიციები, ვფიქრობ რომ ჩვენგან განსხვავებით ალბათ უფრო როდესაც იტალიაზე და შოტლანდიაზე არის საუბარი, მათ ნაკლები სურვილი ექნებათ რომ ჩვენთან მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში რომ ძალები მოსინჯონ, იმიტომ რომ მათთვის ძალიან დიდი რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს რომ თავი ძალიან დიდი რისკის ქვეშ დაიყენონ. ჩვენ თუ მათ დავამარცხებთ, მე უკვე გაგვიჩნდება უფრო მეტი ამბიცია გაგვიჩნდება და უფრო მეტი საუბრები გაჩნდება. მით უმეტეს რომ უკვე თვითონ ამ ქვეყნებში, შოტლანდიაშიც ძალიან ბევრს საუბრობენ. იყო ესეთი სიტუაციაც რომ შოტლანდიაში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაწერა სტატია თვითონ შოტლანდიელმა შოტლანდიის ნაკრებზე დაწერა რომ ჩვენ გადავრჩით რო არ გვიწევს გადათამაშების ჩატარება საქართველოსთან, თორე საქართველო დაგვამარცხებდა და 6 ერში ჩვენ ვეღარ ვითამაშებდით. ეს არის იმ ქვეყნის წარმომადგენლის სიტყვები და ჩვენ თუ როდისმე შევძელით მათთან თუ დაგვდეს პატივი და გვეთამაშა განსაკუთრებით თბილისში, სადაც ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებით ძლიერად ვთამაშობ და თუ ეს 23 ნოემბერს დაემთხვევა ეს თამაში აუცილებლად მოვიგებთ, მაშინ მე უკვე უფრო მეტი პრეტენზია გაგვიჩნდება. ალბათ როდისღაც და იმედია რომ ძალიან მალე 2016 წლის შემდეგ 2016 წლამდე არაფერი შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში ის მაინც გაიხსნება რომ ჩვენ 6 ერის ბოლო ადგილოსთან გადათამაშების საშუალება მაინც მოგვეცემა თუ არ მოხდება პირდაპირ გასვლა. ძალიან ხშირად მსმენია და ალბათ თქვენს რომ რა უდგას აი ამ ტესტ მატჩებს წინ და რატომ არ თამაშობთ უფრო ძლიერ გუნდებთან. მოდით კიდევ ერთხელ უთხრათ ამჯერად თქვენ როგორც პროფესიონალმა და როგორც ჟურნალისტმა რა არის საჭირო იმისთვის რომ ჩვენ ვითამაშოთ ესეთი ტესტ შეხვედრები. სამწუხაროდ სხვა სპორტის სახეობებიდან განსხვავებით რაგბიში ტესტ მატჩებს შენ თვითონ ვერ დაგეგმავ. ეს ძალიან ძნელი არის. ამას გეგმავს რაგბის საერთაშორისო საბჭო, რომელსაც ახლა უკვე მსოფლიო რაგბი ქვია და ისინი გიყოფენ მეტოქეებს, ვისთანაც შენ უნდა ითამაშო. შენ შენით ვერ არჩევ მეტოქეს. აი ეს არის მთავარი და გადამწყვეტი მიზეზი, რის გამოც ეს ჩვენი სურვილიდან გამომდინარე ვერ ხდება. არის მეორე ვარიანტი, ვიღაცამ თვითონ მიგიპატიჟოს, როგორც არგენტინამ გააკეთა ეს და გეთამაშოს და არის კიდე ერთი მესამე ვარიანტი, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა გააკეთა, მილიონი გადაუხადა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირს, ჩაიყვანა ახალი ზელანდიის ნაკრები და ეთამაშა. ალბათ ხვდებით, რომ ეს მესამე ვარიანტი აბსოლუტურად გამორიცხულია და ისევ ერთადერთი რეალური მიმართულება ის დაგვრჩენია, რომ ჩვენ მსოფლიო რაგბის დაუმტკიცოთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვიმსახურებთ უფრო ძლიერ მეტოქეებთან, უფრო ხშირად თამაშის უფლებას. ოღონდ აქ კიდევ ერთხელ გამომეორდები და ვიტყვი, რომ ამ ეტაპზეც ის, ვისაც ჩვენ ვეთამაშებით, იგივე ფიჯი, ტონგა, სამოა, იაპონია, კანადა, ამერიკა არ არიან ის დონის გუნდები, რომ ჩვენ მათზე ვთქვათ, რომ ჩვენ ამათთან თამაშს აღარ ვკადრულობთ და ჩვენ უფრო ძლიერი მეტოქეები გვინდა. რეალურად ეს ყველა გუნდი ჩვენზე უფრო ძლიერი. მოდით თქვათ იმ ტრამვირებულ მოთამაშეებზეც, ვინც არ არის ამჯერად მილტონ ჰეიგის განაცხადში.
ტრაუმები სპორტის თანხლები არის სამწუხაროდ და მას ვერავინ ვერ გაექცევა ტრაუმირებული მოთამაშეების გარდა. ამჟამად გამოცხადებულთა შორის ვერ მოხვდა ლევან დათუნაშვილი, კიდევ მეორე ხაზელი, რომელიც სხვათა შორის პროდეორში მეორე ელიტარულ დივიზიონში ის და მერაბ შარიქაძე ორივენი მოხვდნენ ტურის სიმბოლურ ნაკრებში. ანუ ორივენი საუკეთესო ფორმაში არიან, თუმცა ამ ეტაპზე ლევან დათუნაშვილი არ არის გამოძახებული. ეს ალბათ გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ ჯერზე მწვრთნელს ექნება საშუალება, რომ საქმეში იხილოს მისი პოზიციის კიდევ ერთი მოთამაშე ვახტანგ მაისურაძე, რომელსაც დიდი ხანია ნაკრებში არ უთამაშია. დანარჩენი ტრაუმები არის ბასილაიამ ტრაუმა მოიშუშა, მაგრამ ალბათ ჯერჯერობით ფორმაში არ არის და აქედან გამომდინარე მისი გამოძახებაც არ მოხერხდა, თორე ითამაშა უკვე თავის ჩემპიონატში. რამდენადაც ვიცი, სულ 12 წუთი ითამაშა და ძალიან კარგად უთამაშია ამ 12 წუთის განმავლობაში. ძალიან საწყენი არის ვიტო კოლელიშვილის ტრაუმა, რომელსაც ფაქტობრივად 7-8 თვიანი ტრაუმა აქვს და ისე უწევს, რომ მისი ტრაუმიდან განკურნების პერიოდი უწევს ემთხვევა დაახლოებით ივლისის პერიოდს. ივლისიდან სექტემბრამდე რჩება 2 თვე, არც ცოტა დრო არ არის, მაგრამ არც ძალიან დიდი დრო არ არის იმისათვის, რომ ამ ტრაუმის შემდეგ რეაბილიტაცია სრულად მოხერხდეს და აქ მეორე მომენტია კიდე რამდენად შეძლებს ის სათამაშო ფორმაში შესვლას, იმიტომ ფაქტობრივად 1 წლის უთამაშებელი მოთამაშისთვის ძალიან ძნელი იქნება შემადგენლობაში. თუმცა ის ისეთი აქტიური და ენერგიულია, რომ იმედია ამ ყველაფერს უპრობლემოდ გადაწყვეტს. კი, სავარაუდოდ ეგრეც იქნება, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, რომ ეთამაშა ამ თან ძალიან ცუდ დროს დაემთხვა. ახლა ტრაუმა ყოველთვის ცუდია, მაგრამ შარშანმა დაამტკიცა ლიონში თამაშით, რომ ღირსი იყო, კლერმონმა კიდევ ერთმა ლიდერმა დაიბრუნა ეს თავის მოთამაშე, საქართველოს ნაკრების მოთამაშე და უფრო და უფრო ხშირად ჩრდებოდა ძირითად შემადგენლობაში მეტი პრაქტიკას იღებდა ძლიერ მეტოქეებთან თამაში და ამ დროს ძალიან ბევრს, მათ შორის ჯაბა ბრეგვაძეს ტრაუმის შემდეგ გაუჭირდა გუნდში დაბრუნება, იმიტომ რთულია, ყოველთვის რთულია ცოცხალი ორგანიზმია, მის ადგილს სხვა იკავებს და მე ძალიან ძნელი არის, როდესაც ვიღაც ნდობას გაამართლებს მის ადგილზე, ისე მოახერხო და შენ უკვე ორჯერ უფრო მეტი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ის დაკარგული ადგილი დაიბრუნო. იგივე, როდესაც თქვათ, კონდათ მილტონ ჰეგთან შეხვედრის საშუალება, მან ისაუბრა ამ სელექციაზეც და რა აქცენტები დასვა, ანუ რთულია, თქვათ, სელექციის განხორციელებაც? ამ ეტაპზე მილტონ ჰეიგისთვის არ ამგონია, რომ რაიმე სირთულეს წარმოადგენდეს სელექცია, იმიტომ რომ ის უკვე ძალიან დიდი ხანია, 3 წელიწადია უკვე საქართველოში მუშაობს, ფაქტობრივად ყველა მორაგბეზე, ყველა ინფორმაცია შეაგროვა, საკუთარი თვალით ნახა უკვე მათი თამაშები, ჩამოყალიბებულია. და საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ არის საქართველოში ძალიან ხშირად ესწრება თამაშებს და არ არის მხოლოდ ინფორმაციის დონეზე მისი ცნობადობა. დიახ, არა მარტო საქართველოში, ის დადის საფრანგეთში, ესწრება იქაურ თამაშებს, უშუალოდ ელაპარაკება ჩვენი ლეგიონერების კლუბების მწვრთნელებს, მათგან იღებს ინფორმაციას, ესწრება ამ გუნდების ვარჯიშებს, ანუ სულ საქმეშია და სულ სურათს იღებს თავიდან ბოლომდე. 8 იანვრიდან ეს კაცი უკვე აქ არის, თბილისში არის და გუნდს აქტიურად ამზადებს. ის ბირთვი რო უკვე შეკრულია, ხო? ეხლა 2015 წლის ბოლომდე ალბათ ეს ბირთვი აღარ შეიცვლება და სელექცია აქედან გამომდინარე ფაქტობრივად დასრულებული. სელექცია დაიწყება უკვე ახალი მოთამაშეებს უნდა ველოდოთ სავარაუდოდ მსოფლიო თასის შემდეგ. მსოფლიო თასი ფაქტურად არის უკვე გაწერილი ეს მოსამზადებელი ეტაპები? დიახ, მოსამზადებელი ეტაპები უკვე გაწერილი არის და ჩვენს ნაკრებსაც საკმაოდ ისეთი საინტერესო მოსამზადებელი შეკრება აქვს. ყველა გუნდს, როგორც წესი, 1 წლით ადრე მსგავს შეკრებებს გეგმავს და ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს 2 თამაში, გასახურებელი თამაშები ქვია, ანუ არ არის ტესტ გასახურებელ და ტესტ მატჩებს შორის. სხვაობა ის არის, რომ ტესტ მატჩის შედეგები რეიტინგზეც აისახება, გასახურებელი თამაშები მსოფლიო თასის წინ არ აისახება. იქვე თამაშებით ჩვენ კანადის ეროვნულ ნაკრებს, იაპონიის ეროვნულ ნაკრებს და კიდე მიდის მოლაპარაკება მესამე გუნდზე, ვისთანაც მოგვიწევს თამაში ამ გასახურებელ თამაშებში. მის გარდა შეკრება ივლისში იწყება თბილისში, მერე გაგრძელდება საფრანგეთში.
პოლონეთში მიდიან აღარ მახსოვს ახლა იმ კურორტის სახელი, სადაც მიდიან, სადაც იქნება საინტერესო შეკრება, სადაც სხვა შორის უელსის ნაკრებიც გადის ხოლმე შეკრებებს მსოფლიო თასზე. და იმედია ვთქვათ ეს ჩვენზე დადებითად იმოქმედებს და მინიმუმ თუ არა რაღაც მაქსიმუმ თუ არა მინიმუმ უელსის დონის შედეგს მაინც მივახცევთ. არ იქნება ურიგო, წინა მსოფლიო თასის წინ უელსის ნაკრება სწორედ აქ პოლონეთში ზუსტად იმ კურორტზე გაიარა შეკრება და იმდენად კმაყოფილები დარჩნენ იმ შედეგით და თვითონ ამ იქაური სიტუაციითაც და მე მიღებული შედეგითაც რაც მიიღეს რომ წელსაც გადაწყვეტილი აქვს და უელსის ნაკრებიც ისევ ამ პოლონეთში იმავე კურორტზე გეგმავს შეკრებას. აი როგორ თვლით, რა იქნება ვთქვათ მსოფლიო თასზე ჩვენი ნაკრებისთვის მაქსიმუმი? ალბათ მაქსიმუმი ისევ და ისევ იქნება ის რომ დავამარცხოთ ტონგა პირველივე შეხვედრაში. მერე უნდა მოვუგოთ ეს უკვე აუცილებლად და ულაპარაკოდ უნდა მოვუგოთ ნამიბიის ნაკრებს და თუ აქ მოხერხდება პრემიალური ფულით გამარჯვებაც კიდევ უკეთესი და რა თქმა უნდა ღირსეული თამაში ახალი ზელანდიის და არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ. თუმცა მე აქ ერთ თუმცას მაინც ვიტყვი თუ მოხდა ისე რომ პირველ შეხვედრაში ჩვენ ტონგას ნაკრები დავამარცხეთ 6 დღის შემდეგ ვეთამაშებით უკვე არგენტინას და არგენტინასთან ეს უკვე თეორიები და გათვლებია არგენტინასთან გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ უკვე რეალური შანსი გვიჭდება ჯგუფიდან გასვლისა. არგენტინის ნაკრებთან თამაშებს თუ გადავხედავთ, პირველი ჩვენი შეხვედრა 2007 წელს შედგა და 33-3 წავაგეთ. პირველი ტაიმი ძალიან კარგად ვითამაშეთ, ხოლო 6-3 იყო. 2011 წელს პირველი ტაიმი მოვიგეთ 7-5 და კიდევ უფრო მცირე სხვაობით წავაგეთ და 2012 წელს ტესტ მატჩშიც ბოლო წუთზე ჩვენივე შეცდომის ხარჯზე მივიღეთ ლელო და წავაგეთ 10 ქულით. ანუ მათთან სხვაობა ნელ-ნელა მცირდება და მე რაღაც ისე მიგზნობს გული, რომ ერთ დღეს შეიძლება ამ არგენტინის ნაკრებთან რაღაც სასწაული სენსაცია მოხდეს. თუ არგენტინის ნაკრებმა მოახერხა თავის დროზე და საფრანგეთის ნაკრებს მოუგო და ამ სენსაციით მე საბოლოო ჯამში მსოფლიო თასზე ნახევარფინალიც ითამაშა, რატომ არ შეიძლება რომ იგივე ჩვენ გავაკეთოთ არგენტინის ნაკრებთან. მე ყოველ შემთხვევაში იმედიანად ვარ. და იგივე თქვენ აღნიშნეთ სახელმწიფო პროგრამა, ალბათ რომ არა ეს პროგრამა ძალიან ბევრი ეს დადებითი ფაქტორი სამწუხაროდ არ იქნებოდა რეალურად, მაგრამ ბავშვთა რაგბი, აი ამ სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. შეინიშნება ეს მატებაც და ბავშვების ინტერესიც? ბავშვების ინტერესი შეინიშნება, ერთ მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ ფანჯარაში ვიყურებოდით და ჩემი წინ კერძო სახლები არის და იქიდან განსხვავებით წინა შემთხვევებისგან მრგვალი ბურთის ნაცვლად ოვალური ბურთი ამოხდა და ძალიან გამეხარდა. ანუ ბავშვები დაინტერესებული არიან, თვითონ კლუბებიც უკვე ვიცი რომ აქტიურად მუშაობენ, რამდენიმე კლუბი, იგივე ლელო, ყოჩები აპირებენ აკადემიის, ბავშვთა აკადემიების ან მისი მიმსგავსებული ტიპის გუნდების ჩამოყალიბებას. აპირებენ იმიტომ რომ ამ დაინტერესებას ხედავენ, ფაქტია. ფაქტია ისიც რომ ქუჩაში უფრო მეტ პატარას ხედავთ, რომელსაც ეს ოვალური ბურთი უჭირავს ხელში. თუმცა რეგიონებშიც თუ იქნება ზურა ეს ინტერესი, ალბათ ძალიან კარგია, იმიტომ რომ იქ უფრო მეტად ჭირდებათ ამ მოზარდებს. დიახ, და რეგიონებში ხდება, ხა არაერთი კერა გაჩნდა ბოლო პერიოდში რეგიონებში. იგივე ამ კლუბების გადინებას დავარქმევ ალბათ უფრო ყველამ ვიცით რომ ბოლნისის არ არის ყოჩები და იყო თბილისის, მაგრამ გახდა ბოლნისის. ბოლნისში ყოჩების შესვლამ გამოიწვია ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი ახალგაზრდები უკვე რაგბით არიან დაკავებულები, ზოგი უკვე მაღალ დონეზე თამაშობს და უმაღლესი ლიგის გუნდში ხვდება. ეს დანარჩენებისთვის წესი და რიგით უნდა იყოს სტიმული, დანარჩენი ბოლნისელებისთვის და უფრო მეტი ბავშვი უნდა შევიდეს რაგბიზე. ანალოგიური კერები გაჩნდა არაერთ რეგიონში. ფაქტობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე შეინიშნება ის, რომ ძალიან ბევრ მათ შორის სვანეთშიც ვიცით, რომ რაღაც შეინიშნება ეს მოძრაობები რაგბით დაინტერესების კუთხით და არ უნდა გაჩერდეს, თავარი ეს არის, აი ეს სახელმწიფო პროგრამიდან გამომდინარე, ალბათ უფრო მეტი არის საჭირო იმისათვის, რომ ბავშვები დააინტერესოს სახელმწიფომ თუნდაც თვითონ რაგბით, იმიტომ რომ რაგბი არ არის მარტო სპორტი, ის არის ცხოვრების წესი, რომელიც მოგვიტანს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად ჯანსაღ თაობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა უნდა იყოს აი ამ ინტერესის მთავარი მესიჯი და გზავნილი დღეს? ინტერესი უკვე თავად ის რომ ჩვენი გუნდები წარმატებას აღწევენ ხო მსოფლიო მასშტაბით ეს უკვე არის ინტერესის საფუძველი ვფიქრობ მე ამ ახალგაზრდებში და
დანარჩენი აქ თუ მხოლოდ ფინანსურად მოხდება დაინტერესება ის ფინანსური მხარე და სახელმწიფოს ჩარევა იმ მხრივ უნდა მოხდეს ჩემი აზრით რომ შეიქმნას იქ საიმისო პირობები რომ ბავშვები მივიდნენ და ივარჯიშონ ანუ მოხდეს ადგილების გამოყოფა მოედნების მოწყობა და ინვენტარის ადგილზე ჩატანა ერთი კერა გაიხსნა კიდე საზღვრისპირა რეგიონში ეხლა ხანს გორის რაიონში და ძალიან საინტერესო ჩადიან ნაკრების წევრები ჩადიან ვეტერანი მორაგბეები ჩადიან და თვითონ პირადად უტარებენ ვარჯიშს რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხა მე როცა პატარა ვიყავი და ჩემთან რო ვინმე ახალგაზრდული ან ეროვნული ნაკრების წევრი მოსულიყო და ვარჯიშს ჩაეტარებინ და ეს ლევან საბაძე მაშინ ლევოსიო იგივე თქვენი თაობისთვის ჩვენი თაობისთვის ერთგვარი გმირი იყო რა თქმა უნდა ეს ჩემთვის იქნებოდა რაღაც საოცრება და სასწაული და ის რომ ეს ნაკრების წევრები არ იზარებენ ჩადიან და თვითონ უტარებენ ბავშვებს ამიტომაც არიან გამორჩეულები რა თქმა უნდა ამიტომაც აღწევენ წარმატებებს და ამიტომაც უყვარს ხალხს. ძალიან დიდი მადლობა გაზეთ მსოფლიო სპორტის ჟურნალისტი ზურაბ ქსოვრელი იყო დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი. მე 22 საათსა და 20 წუთამდე გემშვიდობებით ამ დროს დღის სპორტის ახალ ამბებს წარმოგიდგენ. თქვენ კი მადლობა და წარმატებები. ესტაფეტა სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10-ზე.